და რას ნიშნავს დევნილობა? რუსეთთან თუ დავლაგდებით, დიდი ალბათობა მის რომ აფხაზის დაგვიბრუნდა. ჩვენი არჩევანი არის ევროინტეგრაციაში. სწორედ ამაში არის პრობლემა. დეოკუპაცია და მშვიდობის მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ ევროინტეგრაციის შემთხვევაში. ესეც არ არის მშვიდობა. ეს სამწუხარო ფაქტია ნამდვილად. ევროკავშირი არ არის პანაცეა, მშვიდობის მოპოვება ძალიან რთულია. ომი როგორც არასდროს რეალურია. მოგესალმები მათე, მივესალმები ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც და მოდი თავიდან ვუთხრათ, ხო, ვინ ვართ და რისთვის შევიკრიბეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე და მათე დღეს ვიმსჯელებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ არსებული სიტუაცია, დევნილები და დეოკუპაცია. შევეცდებით, რომ ჩვენი მოსაზრებები გავუზიაროთ ერთმანეთს და ვიმედოვნებთ, რომ საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვისაც ჩვენს მიერ გაზიარებული მოსაზრებები ამ საკითხებზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უკვე 31 წელია, რაც ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად ჩვენ გვყავს ის ადამიანები, რომლებიც იძულებული გახდნენ ომის შედეგად დაეტოვებინათ საკუთარი კუთხე, ხო, საკუთარი სახლი და კარი და თავიანთ ქვეყანაშივე გამხდარიყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები. და აი ამ 31 წლის შემდეგაც ამ ადამიანებს ძალიან ბევრი გამოწვევები აქვთ, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურად უწევთ. ასევე აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესები დევნილებისთვის მათ შორის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან იმედის მომცემიც, ხო? იმიტომ რომ ჩვენ დევნილებს მიგვაჩნია, რომ დეოკუპაცია და მშვიდობის მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ ევროინტეგრაციის შემთხვევაში და არა ვთქვათ რუსეთთან დაახლოებით, რომლის გამოც უпростоრედ ჩვენ დაკარგული გვაქვს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე ოდნავ მეტი და მათ შორის მეც და შენც ისევე როგორც ჩვენი მშობლების თაობა დღემდე ვართ იძულებით გადაადგილებული პირები. თუმცა ეს დევნილობა და დევნილობასთან დაკავშირებული გამოწვევები, ისევე როგორც ის ტკივილი, ის მონატრება, რომელიც ჩვენს კუთხეს უკავშირდება, შეიძლება თაობებს შორის განსხვავებულად აღიქმებოდეს, ხო? და მოდი დღეს ამაზეც ვიმსჯელოთ. კი რა თქმა უნდა, ეს გვაგარკვეული დრო ამიტომ. ხო. თუმცა მოდი მანამდე მე ნანა გოგოხია ვარ. მე ვარ მათე კონჯარია, ვარ 24 წლის, დევნილი აფხაზეთიდან. ამჟამად ვარ დევნილთა სათემო საბჭოს წევრი და ვაგზავნებ ამ მიმართულებით ჩემს საქმიანობას და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება, იმიტომ რომ პირველ რიგში ნანკა შენთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი გამოცდილება გაქვს და ასე ვთქვათ, პირველი ტალღის წარმომადგენელი ხარ აფხაზეთიდან დევნილების. ამიტომ ჩემთვის როგორც ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება და ცოდნა, რაც თქვენ გაგაჩნიათ, მეც გავიზიარო, რადგან მშვიდობის შენებაში ნამდვილად თქვენი გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ამ შემთხვევაში. ხო, მე ნამდვილად დაგეთანხმები იმაში, რომ ეს თაობებს შორის განსხვავებული აღქმა შეიძლება კი არა არსებობს, რა თქმა უნდა, ერთია, როდესაც ყველაფერს საკუთარ თავზე გადაიტან და განიცდი, თუმცა მიმაჩნია, რომ არანაკლებ სენსიტიურია დევნილობა და კონფლიქტები იმ ახალ თაობის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც ომის შემდგომ დაიბადნენ, ხო? საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე. თუმცა მათე თავიდან ალბათ კარგი იქნება რაღაც ცოტა ესე შევეხოთ ისეთ საკითხს, თავად რას ნიშნავს დევნილობა. მე მაგალითად მახსოვს კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი 9 წლის, მახსოვს კარგად, როდესაც ჩვენ დავტოვეთ ჩვენი მშობლიური კუთხე, როგორ წამოვედით, როგორი რთული იყო მაშინ ზოგადად საქართველოში სიტუაცია, რა იყო ის სტიგმა, რომელსაც ჩვენ გვგრძნობდით საზოგადოებისგან, თუმცა როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. საინტერესოა შენთვის როგორ იქნება? აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ დიდწილად ის პრობლემა, რაც არსებობდა, ცხადია დევნილების პრობლემები დღესდღეობით ბევრად უფრო მოგვარებულია, თუმცა კიდევ რჩება, ხო, გარკვეული ჩასახლესაც ეს პრობლემები ჯერ კიდევ არ ამოგვარებული და ელემენტარული საკმაყოფილო პირობები არ აქვთ ადამიანს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ის პირველ ტალღას, დევნილების პირველ ტალღას რაც პრობლემა ჰქონდათ და ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება, რუსეთთან დაპირისპირება და ასე შემდეგ, კვლავ არის სენსიტიური და პრობლემური, ხო? ამიტომ
ამ ხრივ ბევრი რაღაცა გვაერთიანებს და იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ გამოცდილება პირველი თაობის მოდით ასე ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მეორდება და ეს გამოცდილება გამოგვადგება მომავალშიც, ამიტომ ხო, ის პრობლემები რაც იყო მაშინ, ახლაც არის და ჩვენს გვაწუხებს. დეოკუპაციაც მნიშვნელოვანი საკითხია, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ის დევნილები, რომელიც დღესდღეობით არიან და 300,000-მდე არის, ხო, დევნილების რაოდენობა ჩვენ ქვეყანაში, აი ისინიც რომ კარგად ცხოვრობდნენ. ეს არის მნიშვნელოვანი და ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით ვისაუბრეთ, მაგრამ ევროკავშირის და ნატოს გარეშე თითქმის წარმოუდგენელი საკითხია, ხო, აი ჩვენი ძალებით რამდენად შესაძლებელი თუ შეიძლება კითხვას დაგიბრუნებ უბრალოდ აი შენი აზრით რამდენად შესაძლებელია აი წინათაობას რადგან წარმოადგენ აი თლიან სურათს ხედავ და რამდენად შესაძლებელია ქვეყნის შენება და მშვიდობის შენება ევროკავშირის და ნატოს გარეშე ხო ხშირად გვესმის ეს ნარატივი რომ რუსეთთან თუ დავლაგდებით დიდი ალბათობა მის რომ აფხაზის დაგვიბრუნებს ხო თუმცა რამდენად თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს არის სწორი და მაშინ მაგალითად რამდენად დალაგებული იყო ქართული სახელმწიფო თვითონ მთავრობა რუსეთთან აი თქვენი აზრით აი თქვენი თაობის აზრით ზოგადად ალბათ სასაცილოა როდესაც აგრესორი ქვეყანა შეიძლება რაღაცაში დამხმარედ ვაღიაროთ ხო მათ შორის თუნდაც კონფლიქტის მომგვარებლად დიალოგში მედიატორად დამხმარედ რომელსაც შეუძლია ჩვენი ტკივილის თანაგანცდა ამ თქვათ იმისი ხელშეწყობა რომ დაგვაბრუნოს იქ რის წართმევასა და დაკარგვაში თვითონ მონაწილეობდა შესაბამისად რა თქმა უნდა ჩემთვის წარმოუდგენელია რუსეთი თუნდაც დღეს განვეხილოთ ან განიხილებოდეს ზოგადად როგორც გარანტორი რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. აქვე არ უნდა დაგვავიწყოს ისიც რომ რუსეთს აღიარებული აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ხო? და ალბათ ამ აღიარების უკან წაღებასაც ის ესე მარტივად არ განახორციელებს. თუმცა ჩვენ თუ აი იმ პროცესებს დავაკვირდებით, რაც განსაკუთრებით აფხაზეთში მიდის, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთი ვერ გამოვა კეთილი შემრიგებლის როლში და მას ჩვენც არ უნდა მივაკეროთ ეს როლი. სულ ბოლო შემთხვევა რო გავიხსენოთ იმ მძიმე ფონიდან გამომდინარე, რაც აფხაზეთში ეხლა აი ამ ბოლო თვეების განმავლობაში არსებობს, მაგალითისთვის ის რომ მთელი აფხაზეთი დარჩენილი არის ელექტროენერგიის გარეშე, რაც სხვა დამატებით გამოწვევებს იწვევს, ხო, შემდეგ მოსახლეობაში. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეებში რუსეთმა აფხაზებს უთხრა, რომ ის თებერვლამდე აღადგენდა მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებას, ოღონდ გარკვეული პირობებით. და ეს პირობები არის კაბალური. კი, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული ფინანსირებაც შეუმცირა, ხო? აფხაზეთს რუსეთმა აი ბოლო პერიოდის ამბები იყო და ეგეც ალბათ დაკავშირება შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას, რომ ეს აფხაზეთში არის, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ აფხაზები აპროტესტებდნენ რუსებზე მიწების მიყიდვას, ხო? ამიტომ ესეც შეიძლება იყოს რაღაცილად ალბათ დასაჯეს იმის გამო, რომ ცოტა განსხვავებული აზრი გააჟღერეს, ხო? ეს აი რამდენად ფიქრობ, რომ ეს მასე იყო და არა მაგალითად შემთხვევით რაღაცა მოდით ვაღიაროთ ის, რომ აფხაზეთში თვითონაც აქვთ საკუთარი გამოწვევები, თუმცა ისიც უნდა დავინახოთ, რომ ამ გამოწვევებზე რეაგირებს ადგილობრივი მოსახლეობა. და თუნდაც ის, რომ ისინი გამოთქვამენ პროტესტს, თუნდაც აი ამ აპარტამენტებთან დაკავშირებით, თუნდაც რუსული კანონის მიღებას, რომელსაც აპროტესტებდნენ, ეს გარკვეულწილად არის აფხაზების მიერ თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის და რუსეთის წინააღმდეგობის გაწევისკენ გადადგმული ნაბიჯი. თავდაპირველად აი ისაც სეპარატისტული მოძრაობა დაიწყო, ალბათ სწორედ ეს განზრახვა ჰქონდათ აფხაზებს, რომ პირიქით იდენტობის შენარჩუნება შესაძლოა მხოლოდ რუსეთთან. ხომ არ უშევთ იგივე შეცდომებს ჩვენს, როდესაც ვაკისრებთ აი ამ აგრესორს და
თავის ხრივ ჰეგემონს იმ როლს, რომელსაც ვერ შეასრულებს, რადგან თვითონ მისი ბუნებას კი გვეუბნება, რომ ის არის აგრესიული და ის ცდილობს, რომ ყველაფერი რაც მის ირგვლივაა, ჩაიგდოს კლანჭებში. აი, იგივე გზას ხო არ გავდივართ, რაც აფხაზეთმა გაიარა და რაღაცა ნდობის ფაქტორი, რაც ქონდა რუსეთის მიმართ, თანდათან ხო ინგრევა, აი, უკვე ვხედავთ, ხო? აი, იგივე გზას ხო არ გავდივართ, უბრალოდ ისინი და იმედი არის, რომ ბოლოში არიან და ჩვენ დასაწყისში. აი, ამ მიმართულებით რას ფიქრობ? ის რომ დღეს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში როგორც მინიმუმ, ხო, ბოლო არჩევნების შემდეგ 28 ოქტომბრის შემდეგ, 26 ოქტომბრის შემდეგ უბრალოდ ის რომ ქართული ხალხი დგას გარეთ, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ გააზრებული გვაქვს სად არის ჩვენი არჩევანი და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროინტეგრაციაში. მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ჩვენ თავს მოგვახვიეს და ხშირად გვაშინებდნენ აბაომი გინდას ნარატივით, ეს არ ნიშნავს იმას და ჩვენ ქართველებმა ძალიან კარგად, უბრალოდ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა ძალიან კარგად ვიცით და გვესმის ის, რა შეიძლება იყოს ომის რეალური საფრთხე და სად უნდა ვეძებოთ მშვიდობის გასაღები და ვიცით რომ მშვიდობის გასაღები არის ევროკავშირში და ევროინტეგრაციაში. სწორედ ამისთვის ვდგავართ ეს დღეებია და მთელი თვეა უკვე გარეთ. თუმცა აქ მე ასევე დაგიბრუნებდი კითხვას, აი მაინტერესებს ერთია რას ვხედავთ ჩვენ და როგორ ვებრძვით დედაქალაქში, აი ამ საკითხს ხო და ომით დაშინების ნარატივს, მაგრამ საინტერესო არის ახალგაზრდები როგორ აღიქვამენ ამ საკითხს, მათ შორის შენი თანატოლები, შენი მეგობრები და კიდევ პლუს ამას რეგიონში როგორ აღიქმებოდა ეს საკითხი. თუ იყო, ვთქვათ, განსხვავებული მოსაზრებები, ვიდრე ეს ჩვენ დედაქალაქში ან ტელევიზიით გვსმენია. კი, ნუ ახლა ვაღიაროთ, რომ რეგიონები ბევრად უფრო მოწყვლად მდგომარეობაში არიან, ვიდრე თბილისი, რადგან ნუ ცენტრალიზაცია არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ რაღაცნაირად ბევრი უფრო მეტი ფული დარჩეს რეგიონებში და შესაბამისად იქ გარკვეული პრობლემები არის, სოციალური პრობლემები. ამიტომ ამ მიმართულებით მთავრობა ძალიან კარგად იყენებს ამ ყველაფერს და ის ნარატივი, რომელიც გააჩნია, ხომ, უფრო მარტივად ვრცელდება აი ამ მოწყვლად ჯგუფებში. რაც ეხება ახალგაზრდებს უშუალოდ ჩემ ქალაქში, ბათუმში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, რომელიც დაამტკიცა ბსეუში ან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩემ ყოფილ უნივერსიტეტში, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში და ბევრ სხვა უნივერსიტეტებში აქტივობამ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდებს სურთ ევროპა. და ევროპას სურთ არა იმიტომ, რომ ევროპა არის რაღაც მარტო ფინანსური კეთილდღეობა, ხო? ხშირ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას არ ვამახვილებთ იმ ღირებულებებზე, რომელიც მოაქვს ევროკავშირს. დიდწილად კი საქართველოს საგარეო დახმარების დიდ ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირი და მხოლოდ 2020 წელს 22 მილიარდ ლარზე იყო საუბარი საგარეო დახმარების. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფერს, ამ სიკეთების, რასაც გვიკეთებს ევროკავშირი, ეხმარება შიშიურ პირებს, დევნილებს და ბევრ სხვა ჯგუფებს, ამის გარდა უნდა გავიაზროთ, რომ ევროპა არის ღირებულებები, ევროპა არის მშვიდობა და რატო ვსაუბრობთ ამ ყველაფერს, ხო, რატო გვიწევს საუბარი, რომ ევროპა მშვიდობაა. საიდან ვიცით, რომ ევროპა მშვიდობაა? კონტინენტი და თვითონ ევროკავშირის შექმნიდან მოყოლებული თითქმის არ იყო ომები, ხო? ნუ თუ არ ჩავთვლით ახლა 2020 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ხო? ამიტომ გვაქვს საპირწონეთ ერთი მხარე ევროკავშირი, სადაც მშვიდობა და ომი არ ყოფილა და აქეთ ამ მხარეს გვაქვს რუსეთი, რომელიც არ ვიცი, ეს იქნება მოლდოვა, იქნება საქართველო, უკრაინა თუ ბევრი სხვა მისი აგრესიული ქმედებები, ხო? მათ შორის ძალადობს თავისავე სახელმწიფოში თავისავე მოქალაქეებს. ეს სულად ცალკე საკითხია, იმიტომ რომ ის რაც ხდება რუსეთში, ნუ იმედია ჩვენთან არ მოხდება, მაგრამ არის სულად წარმოუდგენელი, როდესაც ქუჩაში ჩვენ ახლა გვაქვს იმის ფუფუნება, ალბათ ჯერჯერობით ფუფუნება, რომ გავიდეთ ქუჩაში და გავაპროტესტოთ რაღაც, ხო? რუსეთში მაგალითად რო გახვიდე და ერთმა ადამიანმა კი რო გააპროტესტო რაღაცა, ხო? ამ შემთხვევაში შეუძლიათ რომ დაგაკავონ და დაგიჭირონ ჩვეულებრივად, ხო? ეს არ არის რაღაცა ჩემმოფიქრებული, ეს არის რუსი დისიდენტების გაზიარებული მათი გამოცდილება, რომელიც
პირადად ჩემთვის ძალიან აი საშინელი მომავლის სურათი დამიხატეს, იმიტომ რომ რუსეთში უბრალოდ აქციას კი რო ჩატარდეს, მაგათად მოსკოვში. ნუ ახლა უფრო ვერ ჩატარებ, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ როდესაც ომი არ იყო, თავისუფლად ვერ ჩატარებდი აქციას. თუ აქციას ავიღებთ, ეს ხელის შეშლა აზრის თავისუფალი გამოხატვისთვის ამის შესაშლელად ზუსტად ის საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ჩვენთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ის სულ რაღაც გასულ კვირას, ხო? ანუ მივდივართ იქეთკენ, რასაც კი, თანდათან მივდივართ და აი ეს ომი გვინდა თუ მშვიდობა გვინდა, არ ვიცი. მშვიდობის მოპოვება ძალიან რთულია. თუმცა მშვიდობა არ არის რაღაცა მარტივად მოსაპოვებელი, როგორც უკვე ვახსენეთ, მაგრამ ის უნდა იყოს ზელვადიანი. გასაგებია რომ რაღაც 12 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ამბობენ რომ არის მშვიდობა, თუმცა ესეც რამდენად მშვიდობა არის, როდესაც სოციალური ოკუპაცია და ყოველდღიურად იტაცებენ ადამიანებს და ყოველდღიურად არის იმის საფრთხე რომ არ ვიცი, ადამიანებმა უბრალოდ დაშორდნენ მათ ოჯახებს, დაშორდნენ მათ მშობლიურ მხარეს და მიწას და უბრალოდ აღმოჩნდნენ რუსეთის ციხეში, ხო? ესეც არ არის მშვიდობა. ამიტომ ეს ნარატივი რომ რაღაც მხრივ ჩვენ გვაქვს მეტნაკლებად მშვიდობა, ესეც ტყუილია, იმიტომ რომ მშვიდობა არ გვაქვს. ჯერთი თუ კი ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ გვინდა მშვიდობა, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე თითქმის შეუძლებელია. კი, თუმცა ხო იმასაც ამბობენ, რომ აი საქართველოს ევროკავშირში ეს მარტივად ვერ გაწევრიანდება, იმიტომ რომ მას აქვს ორი ოკუპირებული, ანუ პრობლემური ტერიტორია. ამაზე რას ფიქრობ? ეს საინტერესო ამ ნარატივზე. კი, ეს საინტერესო მოსაზრება, თუმცა ჩვენ ვიცით კვიპროსის მაგალითი, რომელზეც არ ვრცელდება, ხომ? ჩრდილოეთ კვიპროსი თურქეთის გავლენის ქვეშ არის, სამხრეთი დამოუკიდებიან, თუმცა ბერძნული გავლენების შეინიშნება და ამ შემთხვევაშიც მაინც მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულია ტერიტორია, ის ევროკავშირის წევრია. თუმცა მაგაზე უფრო კაფიო და მნიშვნელოვანი არის ის, რომ გერმანია, როდესაც იყო ორად გაყოფილი, ერთი ნაწილი შევიდა, ნუ კარგი, ეს ევროკავშირზე გავიკეთ. არის მეორე ნაწილი, ხომ? ნატო. ნატოში შესვლა მნიშვნელოვანია, მარტო ევროკავშირში შესვლა არ იქნება ესეთი სარგებლიანი, როგორც ევროკავშირში და ნატოში, რომელიც ერთიანად განიხილება ჩვენს მიერ, ხო? არის გერმანიის მაგალითი, როდესაც ორად იყო გაყოფილი და ერთი მხარე, ერთი ნაწილი მხოლოდ იყო გაწევრიანებული ნატოში და ჩვენ ვიცით, როგორც კი გაწევრიანდა ნატოში, ნუ ცოტა დიდი პერიოდი დაჭირდა, რამოდენიმე 10 წლეული, მაგრამ მაინც მოხდა ისე, რომ გაერთიანდა. ანუ ჩვენ გვაქვს აქეთ ამხარეს მაგალითი, როდესაც აქვთ ოკუპირებული კვიპროს, ოკუპირებული აქვს ჩრდილოეთი ნაწილი და არის ევროკავშირის წევრი და საკმაოდ განვითარებული და მოწინავე ქვეყანა მის რეგიონში და გერმანია, რომელიც იყო გაყოფილი ორად და ნატოში როგორც კი გაწევრიანდა, მერე გარკვეული პროცესების შემდეგ გაერთიანდა და გვაქვს აქეთ რუსეთი, რომელიც დაპირდა უკრაინას ბირთვული არაღის სანაცვლოდ, რომ ექნებოდა უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ რა დავინახეთ 2014 წელსაც და 2022 წელს რომ შეიჭრა. ამიტომ აქ არ არის საუბარი ვენდობით თუ არა რუსეთს. აქ არის საუბარი იმაზე, საერთოდ რა გზა ავირჩიეთ. ჩვენ ავირჩიეთ ევროპული გზა, შესაბამისად, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან და ნატოსთან, უარის თქმა ამ ყველაფერზე, მგონია უბრალოდ ან უგუნური უნდა იყო, ან მავნებელი და არ ვიცი, ან ერთად, ან მეორედ შეიძლება იყოს. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები, თუმცა გარდა ამისა იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ქვეყანაში გაქვს კონფლიქტური ტერიტორიები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ ოკუპირებულია, ხო? ამ ტერიტორიების დაბრუნებისთვის და დაბრუნებას მე აუცილებლად მშვიდობიანი გზით განვიხილავ და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, არამედ საქართველოში ვისაც კი უმუშავია მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე, დეოკუპაციაზე
ყველასი თუ არა უმეტესობის განწყობა და შეხედულება სწორედ ეს არის, რომ დეოკუპაცია უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით და ჩვენ კონფლიქტის მეორე მხარესთან იქნება ეს აფხაზები თუ ოსები იქნებიან, მათთან უნდა შევძლოთ და ვისწავლოთ შემდეგ ახალ რეალობაში მშვიდობიანი თანაცხოვრება. თუმცა აი ეს მშვიდობიანად დაბრუნება ტერიტორიების, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობაც ჩემი შეხედულებით და ჩემი მოსაზრებით ესეც სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება, მასთან ინტეგრაცია უნდა მოგვიტანოს, ხო? თუ დავაკვირდებით რა იყო ეს 30 წელიწადი, ამ 30 წლის განმავლობაში ნებისმიერი ის არაფორმალური საზოგადოების დონეზე შეხვედრა და დიალოგი სხვადასხვა ფორმატის, რომელიც მიმდინარეობდა, მხარდაჭერილი იყო ფინანსურად სწორედ იმ ევროპული დონორების მიერ, რომლებიც დღემდე აგრძელებდნენ საქართველოსთან თანამშრომლობას, მათი რესურსის საქართველოში ჩადებას და ეს თავის მხრივ ჩვენ ქართულ მხარესაც გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილებისათვის სხვადასხვა პროგრამები თუ დახმარების ხელი გაგვეწოდებინა და შეგვეთავაზებინა, მეორეს მხრივ ხელს უწყობდა ეს სხვა სახის და ფორმატის დიალოგის პროცესი აი ამ ომით დაშორიშორებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას, ხო? და თუ არ იქნება ევროპული დონორების მხარდაჭერა, შესაბამისად ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაქრება. სამწუხაროდ რუსული კანონიდან გამომდინარე, რომელიც ასევე ხელახლა დააინიცირა ჩვენმა სახელმწიფომ და უпроსწორედ ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ და შემდეგ მოახდინა მისი მიღებაც, მან უკვე მოახდინა უარყოფითი ეფექტი მშვიდობის მშენებლობაზე და სამწუხაროდ ეს სამწუხარო ფაქტია ნამდვილად. მაგრამ მაინც აი შენ როგორ ფიქრობ? როგორ უნდა ავუხსნათ მათ შორის იმ თუნდაც მცირე ნაწილს საქართველოს მოქალაქეებისას თუ რა სიკეთის მომტანი არის ჩვენთვის განსაკუთრებით დევნილებისთვის, განსაკუთრებით დეოკუპაციის და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაცია. ხო, მანამ სანამ უშუალოდ ამ კითხვაზე გადავალ, დავაზუსტებ უბრალოდ ერთი რაღაცის თქმა მინდა. ჩვენ ვისაუბრეთ ახლა რუსეთის როლზე, მაგრამ მგონი არ იქნება ბოლომდე გონივრული ვისაუბროთ იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ რო დავსვეთ მაგიდასთან, რუსეთთან, აბაშიძე კარასინის ფორმატიც ჰქონდა და ბევრი სხვა, რომ ბევრს მივაღწევთ, ხო? არსებობს უკვე გამოცდილება გვაქვს, რომ აბაშიძე კარასინის ფორმატზე ბევრი სხვა, სადაც შეგვეძლო რომ გვესაუბრო უშუალოდ პირდაპირ რუსეთთან, ხო? ამ შემთხვევაში არაფერი არ გამოვიდა და ვიცით ჩვენ რატო არ გამოვიდა, იმიტომ რომ იქით ამ ხარეს სურვილი არ ქონდა არანაირი არც დათმობისა. იგივე ეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, სადაც რუსეთი მედიატორად გამოდის. კი, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძლიერი მოკავშირის გარეშე არ აქვს მაგას მნიშვნელობა ევროკავშირი თუ ამერიკა, სასურველია ორივე. ხომ გაგვიჭირდება უბრალოდ ამ ჰეგემონთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ იცის მან რომ ჩვენ ვართ სუსტები, შედარებით მასთან შედარებით ძალიან სუსტი სახელმწიფო ვართ, რესურსებით უпроსწორად, რომ დავაზუსტოთ და ძალიან მარტივი იქნება ჩვენზე ჩვენი მისივე ინტერესების ლობირება საქართველოში. თუ კი არ იქნება საპირწონედ რომელიმე სხვა ძალა, რომელიც დააბალანსებს მას, ცხადი არის რომ უბრალოდ არ გამოვა დიალოგი. დიალოგი შეიძლება თანასწორებთან და შენზე ძლიერი თუ არის და თავისუფლად შეუძლია რომ დაგჩაგროს და გსემოს და გაქლახოს, მგონი ამ შემთხვევაში დიალოგი ვერ იქნება. უნდა გყავდეს ისეთი ადამიანი გვერდზე, რომელიც დაგეხმარება და მეგობრები ყველა სჭირდება. ან მხარეები დიალოგის დროს პატივისცემას უნდა გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ, ხო, რაც მეორე მხრიდან ჩვენ ჯერ კი, თუ იტაცებენ შენ მოქალაქეებს სასაზღვრო ტერიტორიებიდან, ეს პატივისცემაზე სრულად არ მეტყველებს. და რაც ეხება იმ დევნილებს და სხვა ჯგუფებს, ხო? მე მგონია სწორი იქნება, რომ არა მხოლოდ დევნილებს მიმართოთ, არამედ ყველა იმ პირებს და ჯგუფებს, რომელიც არიან ჩვენ ქვეყანაში და ჭირდება დახმარება, რომ აუხსნათ, რომ ევროკავშირს რა სიკეთები მოაქვს. ევროკავშირი არ არის პანაცეა, ცხადია, იქაც ბევრი პრობლემაა და დღესდღეობით ვხედავთ, რომ რა ვიცი, რადიკალური მემარჯვენე თუ მემარცხენეები არიან იქ, პოლიტიკური თვალსაზრისით არის ბევრი გამოწვევები, აი ეს ძალიან ბევრი ტოლვილის შემოდინება და ემიგრანტების შემოდინება ევროკავშირში არის კი ნამდვილად პრობლემა, თუმცა
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც ფარავს აი ამ პრობლემებს, ხო? ის რომ მაგალითად ევროკავშირში არის ღირსეული ანაზღაურება, ევროკავშირში არის ღირსეული ჯანდაცვა, ევროკავშირში არის პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლის მიხედვითაც შეიძლება რომ შეცვალო მთავრობა ან აერჩიო ისეთი მთავრობა, რომელიც ატარებს შენ ეროვნულ ინტერესებს, აი ეს სამთავარი. კარგით, ჩავთვალოთ, რომ 300,000-მდე დევნილი არის ჩვენ ქვეყანაში. რამდენად ისინი ქმნიან ამინს და ცვლიან პოლიტიკურ რეჟიმს უხეშად რო ვთქვათ, ხო? რამდენად არიან მონაწილე ამ პროცესებში? რამდენად მონაწილეობენ, რამდენად შეუძლიათ რომ შეცვალონ პოლიტიკური მდგომარეობა, რამდენად შეუძლიათ მოიყვანონ ის თავრობა, რომელიც გაითვალისწინებს მათ პრობლემებს. მე ვფიქრობ, რომ 30 წლის განმავლობაში თითქმის არ იყო ესეთი მომენტი, როდესაც დევნილებს ჰქონდათ ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე. ან თუნდაც მკაფიოდ ისმოდა დევნილების ხმა. კი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დევნილი ახლა არის პოლიტიკაში, თუმცა მათი ხმა მე ეს ვერ ვიტყვი, რომ ბევრი. პრობლემა იმაში არის, რომ ეს სიკეთეები კარგია, მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ ღირებულებით ნაწილსაც. რაც პრობლემა იყო წინა საარჩევნოთაც, ხომ? აი ომი გინდათ თუ შვიდობა გინდათ, პრობლემა იმაში არის, რომ საპირწონედ ჩვენ არ ვეუბნებოდით, რომ ომი რუსეთია და მშვიდობა ევროკავშირი, რომ კეთილდღეობა არის ევროკავშირი და რა ვიცი, ჭაობი არის რუსეთი, ხო? სწორედ ამაში არის პრობლემა. ყველას უკვე გააზრებული აქვს, რომ ევროკავშირი არის კარგი ფინანსურად და მე მგონი ამაზე ბევრი საუბარი ალბათ აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ კი ამბობენ, რომ ქართველი გლეხებს ძალიან ხშირად ეუბნებიან, რომ აი რუსეთში რო გაიტანთ აი ამ თქვენ პროდუქციას, გამდიდრდები და ასე შემდეგ, რაც არის ასეთი ნარატივი დღესდღეობით არსებობს. თუმცა ევროკავშირში ბევრად მეტსაც მიიღებენ, ბევრად მეტი დაფინანსება ექნებათ აი სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბევრად მეტი სუბსიდიებია და ბევრად უფრო მდიდარი არის გლეხი. გლეხები რასაც აკეთებენ დღეს მაგალითად ევროკავშირში და რა პროტესტი აქვს, უბრალოდ როგორი გამბედავი პროტესტი აქვს. ამიტომ უნდა გამიჯნოთ ფინანსური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ გაჭირვებულ ადამიანს შეიძლება ფულზე მეტად უნდოდეს, რომ მისი ქვეყანა იყოს ძლიერი და შეიძლება დათმოს რაღაცები, ხო, ეს ხო ჩვეულებრივია. ევროპა არის ადამიანის უფლებები. ევროპა არის ის, რომ შენ რო ხარ პატარა ჯგუფი, დიდი ჯგუფი ვერ დაგჩაგრავს. ამ პირიქით, ხოლმე ასეც ხდება, ხო? ამიტომ სადაც თუ დაგჩაგრა, თქვათ ვიღაცამ სამართლიანი სასამართლო გეგულება მხარდამჭერად. კი, ხო, ახლა მოდით დავუსვათ გულწრფელად საკუთარ თავს ასეთი კითხვა. დღეს რაღაცა მოგვივიდეს. აი, სად უნდა ვეძებოთ სამართალი? ხშირად მაწუხებს ეს კითხვა, იმიტომ რომ ფიქრობ, ახლა რომ რამე მოხდეს, ხო? იმედი არ მოხდება, მაგრამ რომ მოხდეს. თუნდაც დევნილი იყოს, რომელსაც ეკუთვნის ბინა, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ან რაღაცა სხვა დახმარება, მაგრამ არ მიიღო, იმის გამო რომ ვიღაცის ნათესავი მოხდა აი ამ სიაში, ხო? ვის უნდა მიმართოს? სააგენტოს უნდა მიმართოს, მთავრობას, მუნიციპალიტეტს. კარგი, რომ არის ის ვის მიმართოს, ეგ ერთი თემაა, მაგრამ კარგი და დაირღვა მისი უფლებები და იცის რომ დაირღვა ახლა. ცალსახად ყველამ ვიცით ყველაფერი გააზრებული გვაქვს. ანუ ვის უნდა მიმართოს, ანუ ვინ უნდა დაიცვას მის უფლება. მე მგონი ამის ძალიან კარგი აი რასაც ახლა შენ ამბობ, ამის ძალიან კარგი მაგალითი არის, თუ ისე დევნილების კონტექსტში გადმოვიტანთ, დევნილთა განსახლების პროგრამა, ხო? ჩვენ სახელმწიფო სტრატეგიით, სახელმწიფოს აღებული აქვს ეს ვალდებულება, რომ ყველა დევნილი გარკვეული თანმიმდევრობით უნდა უზრუნველყოს ღირსეული საცხოვრებელი პირობებით. მაგრამ აქ რა გვაქვს მეორე მომენტი, ის რომ როდესაც დევნილი სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში რომ ეკუთვნის ისე, მაგრამ მაინც ვერ იღებს დროულად საცხოვრებელს და გადაწყვეტს, რომ ეს მისთვის სახელმწიფოს მხრიდან ნათქვამი უარი სამართლებრივი გზებით გაასაჩივროს სასამართლოში, ხო? სახელმწიფო მას მისდევს მანამ, სანამ საბოლოო ინსტანციამდე არ მივა. და როდესაც საბოლოო ინსტანცია გამოიტანს გადაწყვეტილებას, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს დევნილის ინტერესების დაკმაყოფილებას. რაც ალბათ სწორედ იმისი კარგი მაგალითია, როგორ იცავს ჩვენთან და როგორ უყურებს ჩვენთან სახელმწიფო დევნილს და დევნილის უფლებებს. რო არაფერი ვთქვათ ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვაზე ამ ბოლო პერიოდში. თუმცა უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეს არ არის ხოდამხოდ ახლანდელი თავრობის პრობლემა. ეს იყო, არის და ალბათ თუ არ მოგვარდება იქნება, ხო? ამიტომ ეს პრობლემები არის, ფუნდამენტურია, სასამართლო ძალნიშნულოვანია. არ აქვს მნიშვნელობა დევნილი ხარ, შეშინპირი ხარ თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენელი, ან უმრავლესობაში ხარ და არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნები, ხო?
მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შენი უფლებები მეტნაკლებად უნდა იყოს დაცული. იმისთომ გჭირდება ევროპა და ევროკავშირი. ევროპა დგას ღირებულებებს, ხო ადამიანის უფლებები არის მთავარი. სხვათა შორის თუმცა ევროპაში მოდის ის ვთქვათ, რომ მოქალაქეებიც გრძნობენ საკუთარ პასუხისმგებლობას და მაგალითისთვის ამ პასუხისმგებლობას გამოხატავენ თავიანთი აქტიური მონაწილეობით იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც მათ კეთილდღეობას ეხება, ხო? შენ როგორ ფიქრობ, ჩვენთან საქართველოში ამ ხრივ თუ გვაქვს გამოწვევები და მე მაინც მინდა რომ აი ეს რახან მეც და შენც მაინც ვართ აფხაზეთიდან, რახან ჩვენ რაღაცნაირად გვტკივა და თანა განცდა გვაქვს როგორც ცხინვალიდან ასევე აფხაზეთიდან დევნილების მიმართ და გვაწუხებს ჩვენი თემის კეთილდღეობის საკითხი, მინდა რომ უფრო დევნილების კონტექსტში განვიხილოთ, ხო? რამდენად გრძნობთ ჩვენ დევნილები ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას და რამდენად ვართ მონაწილეები სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების თუ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში როგორ ვართ წარმოდგენილი? კი, მე მგონია დევნილების ზოგადად დევნილი თემი იმდენად ეს იდენტობა, იმდენად იკვეთება სხვა იდენტობებთან, რომ ცოტა რთული არის რომ გამოვკვეთოთ ხოლმე. იმიტომ რომ დევნილი შეიძლება იყოს, რა ვიცი, შშმ პირი, შეიძლება იყოს ქალი, შეიძლება და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ამ ხრივ ცოტა რთული არის რომ გამოვყოთ ხოლმე. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა და სხვათა შორის ძალიან მიხარია რომ ჩვენთან მაგალითად დევნილთა სათემო საბჭოში არა მხოლოდ აფხაზეთიდან, არამედ ცხინვალიდანაც არიან დევნილები, იმიტომ რომ ეს იდენტობა თანდათან უნდა ჩამოყალიბდეს, რომ მე არა აფხაზეთიდან მარტო დევნილი ვარ, ან ცხინვალიდან, არამედ ზოგადი ტერმინი დევნილი ჩამოყალიბდეს და ორივეს გულისხმობდეს. ხშირ შემთხვევაში მაინც გონიათ, რომ დევნილები არიან აფხაზეთიდან და უგუებელყოფა ხდება სხვა მხარესაც, ხო? ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ რაღაცას გავამახვილებ ყურადღებას, ტერმინი დევნილი და ტოლვილი საკმაოდ განსხვავებულია, ხო? იმიტომ რომ ერთი არის შინაარსობრივად და დატვირთულად. ხო, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, რაც გავიარეთ დევნილებმა, ხშირ შემთხვევაში ეშლებოდათ ეს ორი ტერმინი და ხოლმე ამბობდნენ, რომ ტოლვილები ხართ. როდესაც ტოლვილს უძახი ადამიანს, რომელიც წამოვიდა აფხაზეთიდან ცხინვალიდან, ამ შემთხვევაში შენ აღიარებ, რომ ის არის ცალკე ქვეყანა. ანუ რა იგულისხმება ამ ტერმინებში, ხო? ტოლვილი არის, როდესაც ქვეყნის ტერიტორია არის ან ოკუპირებული ან სხვა რაღაცა ხდება და გამოიქცა მისივე სხვა ქვეყნიდან და სხვა ქვეყანაში. ხო, ტოლვილს გულს, ხო. ხო, სხვა ქვეყნიდან და სხვა ქვეყანაში. ნუ ახლა მაგალითად უკრაინიდან რომ გამოიქცევი და მოხვდები საქართველოში მაგალითად, რაზეც რიცი საბჭოც არსებობს, ხო? ტოლვილთა საბჭოც არსებობს, რომელშიც უკრაინელები არიან, ხო? და არის დევნილი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი გადმოვიდა სხვა ტერიტორიაზე, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდა და მაგალითად არის თბილისში. ეგ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი არის ჩვენი ტერიტორია, უბრალოდ ამ ეტაპის ვერ ვაკონტროლებ და ეს ადამიანი გამოიქცა, ნუ მოუწია წამოსვლა იქიდან უფრო სწორად და დასახლდა სადღაც არის ბათუმში, თბილისში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ტერმინების გაყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ვიღაცა უბრალოდ შეეშალა ან თქვა სხვა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დევნილს მასპინძელი თემისგან, ანუ ადგილობრივი თემისგან, სადაც ის ხელახლა იწყებს ცხოვრებას, უნდა კონდეს რაღაცნაირად განსხვავებული, გამიჯნული უფლებრივი მდგომარეობა. გულისხმობა აი ყოველდღიურ მაგალითისთვის გახსოვს ალბათ შეიძლება გახსოვს უფრო სწორედ რომ დევნილებს არ ქონდათ საწყის ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ჩვენ ეს ცოტა უფრო მოგვიანებით ეს შესაძლებლობა და ეს უფლება ცოტა მოგვიანებით მოგვენიჭა. აი შენი გადასახედიდან შენ როგორ ფიქრობ რამდენად უნდა იყვნენ დევნილები მაგალითად იგივე ბათუმში წარმოდგენილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის კოტირება იგულისხმება ამ შემთხვევაში? არა, თუნდაც როგორ უნდა მოხდეს მათი წახალისება? ან მაგალითად როგორ შეიძლება რომ დევნილების ხმები, როგორც დევნილი თემის წარმომადგენლების, უფრო მკაფიოდ ჟღერდეს და ესმოდეს თუნდაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.
მე კიდევ ერთხელ გავანხე ყურადღებას დევნილობაზე და იდენტობაზე. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქნება გარკვეული სოციალური პრობლემები მოგვარებული და ვიმედოვნებ, რომ როგორც კი საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში ცხადია, დრო დაგვჭირდა, მაგრამ ეს სოციალური პრობლემა მოგვარდება და ბევრი ის დასახლება, რაც არის ბევრად უკეთეს სოციალურ მდგომარეობაში იქნებიან, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დევნილობა არ არის მარტო სოციალური სტატუსი, ხო, აი რაღაცა იდენტობის ნაწილი. ეს არის გარკვეული ისტორიის, გარკვეული ტრაგედიის მატარებელი ადამიანების იდენტობა, ხო? ადამიანი, რომელიც წამოვიდა აფხაზეთიდან, იმის გამო რომ ომი მოხდა, რომ ყველაფერი დაალაგდეს, რომ ყველაფერი იდეალური იყოს, ხო? და სოციალური პრობლემა მოგვარდეს, ან ეკონომიკური არ აქვს მაგას მნიშვნელობა, დევნილი იქნება არა კონკრეტულად ლოკაციაზე დამაგრებული, არამედ იმ ისტორიის მატარებელი. ამიტომ ჩემი აზრით, ეს ადგილ თვითმმართველობაში მონაწილეობას არ მიიღება და მსგავსი რაღაცა, არ მგონია სწორი. და კიდევ კარგი რომ ეს მოიხსნა ეს შეზღუდვა, იმიტომ რომ ეს ადამიანი უნდა მოხდეს საზოგადოებაში რესოციალიზაცია უნდა მოხდეს, ხო? ცალკე ჩასახლები რომელიც არსებობს, ეგეც ბოლომდე კარგი არ არის, იმიტომ რომ სხვა ადამიანებთან თითქმის არ ხდება მათი კომუნიკაცია და მე მარგინალიზაცია ხდება გარკვეული ჯგუფები. ამიტომაც ეძახიან დევნილთა დასახლებები, დევნილთა კორპუსები, რომელიც ასევე საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ამ დასახლებებში უფრო ნაკლებია. რაც არ არის ბოლომდე სწორი, რაღაც რო შეიძლება ვიღაც შემომედავება, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც რესოციალიზაცია უნდა მოხდეს, არა იმ ინტეგრაცია. კი, ინტეგრაცია რა თქმა უნდა, არა იმის ფასად, რომ ამ ადამიანმა დაივიწყოს ის მისი იდენტობა, არამედ პირიქით ის გახდეს საზოგადოების ნაწილი, თუმცა მან იცოდეს მისი ოჯახის ისტორია. როგორც ნებისმიერ ადამიანს აქვს მისი ოჯახის ისტორია და იცის საიდან არის, რომელი კუთხიდან არის მისი გვარი და ასე შემდეგ, ასევე ადამიანმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან ან სხვა რეგიონებიდან, ხო, რომელიც არის ოკუპირებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ორი საკითხი ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან და ხოლმე ვფიქრობ, რომ აი ადამიანები ყოფენ ამ ყველაფერს რა, რომ ეკონომიკურია მარტო დევნილობა და კარგი რომ მოგვარდება ეს პრობლემა, აი ადამიანი უკვე დევნილი არ იქნება. ან რომ დაიბრუნოს ის ტერიტორია და ასე შემდეგ. ჩვენ ევროკავშირის სიკეთებზე ვსაუბრობდით, სადაც ჩვენ შეეხე, აი ამ ფულად რესურსებს, ხო, და თქვათ ფულად მხარდაჭერას მათ შორის და განსხვავება ასევე ის არის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სოციალური პროგრამებიც, რომელიც ფულად დახმარებაზე არის, ხო, თქვათ ის უფრო სწორედ არის ისე დაგეგმილი, რომ მოწყვლად ჯგუფებს შესაძლებლობას აძლევს განვითარდნენ, გაძლიერდნენ და ეს თავიანთი მოწყვლადობა დაძლიონ. ხოლო ჩვენთან ეს დევნილობას თუ ავიღებთ, ხო? ის ავად სახსენებელი 45 დახმარება, რომელიც ვერაფერს ვერ აგვარებს, ან სხვა სოციალური პროგრამები, რომელიც ერთჯერადი ფულადი გასაცემლით, ან ყოველთვიური ფულადი გასაცემლით, მაგრამ მინიმალურ თანხით გამოიხატება, სამწუხაროდ არ დაუცველ ჯგუფებს განვითარდნენ და დაძლიონ ის გამოწვევები, რომლებიც აწუხებთ და მე სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ დევნილები ზუსტად უფრო აქტიურად უნდა იყვნენ, ისევე როგორც სხვა ჯგუფები ჩართული იმ პროგრამების დაგეგმარებაში, რომელმაც მათი კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს, ხო? იქნება ეს მუნიციპალურ თუ ადგილობრივ დონეზე. ისინი უფრო თამამად უნდა აღშღერებდნენ თავიანთ საჭიროებებს და პირველ რიგში ამ საჭიროებების გაჟღერების შესაძლებლობა უნდა ქონდეთ მუნიციპალურ დონეზე, ხოლო შემდეგ უკვე როცა საჭირო არის ან რა მიმართულებითაც საჭიროა ცენტრალურ დონეზე, მაგრამ დღეს ჩვენ სამწუხაროდ ეს სიტუაცია არ გვაქვს, ვერ ვხედავთ. მაგალითად, მათი განსახლების პროგრამები, მათი ჩართულობის გარეშე არის დაგეგმილი. მათი ჯანდაცვისა თუ სოციალური პროგრამები თუ არსებობს, ვთქვათ, არ იცვლება და დევნილები ხმა არ გაგონილა, როდესაც თუნდაც ისინი ითხოვდნენ 45 ყოველთვიური დახმარების გაზრდას. მუნიციპალურ დონეზეც ასევეა, ხო? ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც დევნილთა დასახლებებს აწუხებთ, სამწუხაროდ არც თუ ისე სათანადოდ და დროულად ხდება მათზე რეაგირება. ამიტომ შენ დევნილთა სათემო საბჭო ახსენე და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ დევნილთა საბჭოში არა მხოლოდ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები დევნილები არიან გაერთიანებული, რომლებიც
რომლებიც ზუსტად იმისთვის არიან გაერთიანებული ამ საბჭოში და აბსოლუტურად მოხალისეობრივად, მოდით ესეც ვახსენოთ და რასაც აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი სურვილით სრულიად უსასყიდლოდ ასრულებენ იმისთვის, რომ დევნილთა მდგომარეობა რაღაცნაირად გაუმჯობესდეს და მათი დასახლებებიდან მაინც დევნილების ხმა უკეთ იქნეს მიწვდენილი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. და ხოლმე განახორციელონ მათი ინიციატივა, რომელიც ახლაც კი გვაქვს კარგი მაგალითი. და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შესაძლებლობაც კი, რომ დევნილებს კონდეთ უფრო მეტი აქტიურობის შესაძლებლობა, უფრო მეტად თავადვე რეაგირება საკუთარ გამოწვევებზე და სათავიანთი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განხორციელების შესაძლებლობა, ესეც კვლავ საიდან მოდის მხარდაჭერა, კვლავ მოდის ევროპული ფონდებისგან. სხვათა შორის აი ეს საკითხი პირველი რაც წინა თემას ცოტა რომ დაუბრუნდეთ, აი რამდენად მნიშვნელოვანი რომ ჩაერთონ ამ ადვოკატირებაში, სხვაში ძალიან კარგად იყო დასმული კითხვა, იმიტომ რომ ერთი თემა მეორეში გადაიზარდა და თუ კი არ იქნება ადვოკატირება და ჩართულობა, ხო, დევნილების, ის პროგრამის დაგეგმაც არ მოხდება, ცხადია, ხო? მათი ინტერესების გათვალისწინებით არ მოხდება. კი, და აქ თავარი რა არის? როგორ უნდა გავზარდოთ მათი ჩართულობა? ჩვენ ხო დევნილთა თემი არ გვაქვს რაღაცა ვაკუუმში და საზოგადოების ცალკეულ ნაწილი არ არის, ისიც საზოგადოების ნაწილია თავის მხრივ და ჩვენ ვიცით რომ აი ახლა იწყება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. რაზეც ძალიან კარგად აისახება დევნილთა თემზეც, რომელიც თანდათან აი იდენტობის ნაწილშიც კი ყალიბდება, ხო? უფრო სხვა იდენტობის, უფრო აქტიურობის თვალსაზრისით, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია რომ წავახალისოთ მათი ჩართულობა უშუალოდ მეტი ცნობიერების ამაღლებით რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ეს იქნება ბიუჯეტირება თუ სხვა, იმიტომ რომ მაგალითად ბათუმში არის მონაწილეობითი ბიუჯეტირება, რომელიც პირდაპირ დემოკრატიის აი თუ ღებულობ მაგალითად შენ მასში მონაწილეობას, ან თუ იცი სხვა დევნილები და რაში გამოიხატე? ახლა წელს სამწუხაროდ როგორც ვიცი, იმდენად ვერ განხორციელდა, მაგრამ წინა წლებში იყო გამოყოფილი არის მილიონამდე ლარი, ნუ ბათუმის მუნიციპალიტეტს თუ ავიღეთ მაგალითად და იქ შეუძლიათ ნებისმიერ ინიციატივა განახორციელონ. ეს არ იქნება მაგალითად კორპუსის აშენება ან მსგავსი რაღაცა, მაგრამ შეუძლია მაგალითად დევნილთა ჩასახლებაში სადმე განახორციელოს პატარა სკვერი. მაგრამ თუ განხორციელებულ, ანუ ერთის მხრივ დევნილებს თუ წარუდგენია თავიანთი ინიციატივა? არა, დევნილებს არა. სამწუხაროდ ნაკლები ცნობიერება ამ მიმართულებით და წელს სხვათა შორის USAID-ის დახმარებით უნდა ყოფილიყო აი ამის პოპულარიზაცია, თუმცა რადგან დაემთხვა უცხოურ გამჭვირვალეს შესახებ კანონის მიღება ვერ მოხერხდა. ეს არის გარკვეული პრობლემა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ფინანსური რესურსები, რომ ეს ადამიანები გავააქტიუროთ, ამავდროულად მოხალისეობა თუ ის არიან ჩართულები, ისინიც უფრო ჩართულებია, მაგრამ თუ ქსელი არ იარსებებს და ქსელის შექმნა არ არის რაღაც 1000 ლარზე საუბარი, ან 2000 ლარზე. ქსელში გულისხმობ? ქსელში გულისხმობ, რომ აი სხვადასხვა ჯგუფების, არა მხოლოდ დევნილებს რაც აწუხეთ პრობლემები, კი ლოკალურად განსხვავებულია ყველა დასახლებაში განსხვავებულია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა ჯგუფებსაც აწუხებთ გარკვეულწილად მსგავსი პრობლემები. მაგრამ მეორეს მხრივ ეს ხომ თუ ლოკალურ დონეს ავიღებთ, ზუსტად მუნიციპალიტეტის პრეროგატივა არის და ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, როდესაც არის თავი დათმობილი მოქალაქეთა ჩართულობას, იქ განსაზღვრული გვაქვს გარკვეული მონაწილეობა, მაგრამ რაც მთავარია, ასევე გვიწერია, რომ მუნიციპალიტეტი არ არის შეზღუდული და ახალი ფორმა შეუძლია, რომ მოიფიქროს. თუმცა ინიციატივა სამიმართულოდ არიჩენს, რაც თავარია და ის გამოწვევა ზუსტად იქ არის. და ჩვენ რო ცოტა გავააქტიუროთ ეს პროცესები, დევნილებმაც და სხვა ჯგუფებმაც არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ერთად უნდა ვითანამშრომლოთ. როდესაც მე როგორც ცალკეულად დევნილი რაღაცას ვითხოვ, რომ დამეხმარონ სხვა ჯგუფებმა და დამეხმარებიან, მე დავეხმარები მას, ხო? იმიტომ რომ 300,000 რომ ვართ ჩვენ, ხო? ნუ 300,000-მდე და სხვა ჯგუფი არის სიტყვაზე 10,000 ან 20,000, ერთმანეთს თუ არ დავეხმარეთ და თავარი აქ არ არის რაღაცა ფინანსების საკითხი, რომელზეც ისავე 45 ლარი, აი აგვისტოს ომიდან გავიდა, ნუ მიახლოებით ცოტა ხანში იქნება 20, ხო, 20 წელი იქნება ცოტა ხანში, 2028 წელს იქნება 20 წელი. ანუ გამოდის რომ 2028 წლამდე 20 წლის განმავლობაში ადამიანები იღებდნენ 45 ლარს ყოველთვიურად 300,000-მდე ყველა არა 300,000-მდე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ის ადამიანები რომლებიც საზღვარგარეთ გადიან 1000 ლარზე მეტი აქვს შემოსასწრაფი 1250 ლარი აქვს, ხო. ამიტომ უფრო ნაკლები, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს? გულისხმობ, ხო. ამ შემთხვევაში პრობლემები ჩვენ კი არ ვებძვით თვითონ პრობლემის არსს. არამედ შედეგს ვებძვით. პრობლემა არის, რომ ამ ადამიანებს არ აქვს ცნობა ხარისხიან განათლებასთან,
რაც ძალიან დიდი პრობლემაა. არა აქვს საყოფაცხოვრო პირობები, სოციალური პრობლემები აქვს და ბევრი რაღაცა სხვა, ხო? იმის ნაცვლად თუ ეს მოუგვაროთ ვაკეთებთ რას? და ვინ უნდა მოუგვაროს მათე? აი მე ხშირად მეკითხებიან, მაგალითად მსმენია ეს, როგორც მაგალითისთვის ზოგიერთი დონორისგან, ასევე მსმენია სხვა საზოგადოების წევრებისგან, რომ აი 31 წელია, თუნდაც აგვისტოს ომის მერე 16 წელი გავიდა და ეს რატო რჩება დევნილებში ეს გამოწვევები? რატო ვერ გვარდება? ხო, იმიტომ რომ აი ეს მარგინალიზაციაზე ვისაუბრეთ, რომ მარტო მათ თემში არიან და ძირითადად ჩასახლება რომ ეს არის ხომ, იქ დიდწილად დარწმუნებული ვარ, რომ განათლებასაც ცნობად საკმაოდ დაბალია მედიცინასთანაც, ვიცით ჩვენ ახლა ინიციატივა რომელიც განხორციელდა დევნილთა სათემო საბჭოს მიერ არის, რომ შევიძინეთ, შემახსენთ სად შევიძინეთ, რომ კოდეს დევნილთა დასახლებაში. კოდას დევნილთა დასახლებაში შევიძინეთ კომპიუტერი და პრინტერი, რომელიც არ ქონდა, საავადმყოფოს არ ქონდა, ხო? სამედიცინო ოთახს, დიახ. ხო და პრობლემა იმაში არის, რომ კი არის რაღაც გარკვეული პრობლემები, მაგრამ იმის ნაცვლად ვებრძოლოთ აი სიღრმისეულად პრობლემა რა არის? ადამიანს არ აქვს შემოსავალი. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მას 45 ლარი სიტყვაზე ან რაღაცა 100 ლარი ან სხვა ხო არის გარკვეული ჯგუფები, რომელიც ცოტა მეც იღებენ და არ აქვს მაგას მნიშვნელობა ვინ და როგორ, ხო? ვაძლევთ თანხას. მაგრამ იმის ნაცვლად რომ მივაწოთ მას განათლება, მივაწოთ მას რაღაცა გარკვეული უნარები, სხვა შეიძლება არის პროგრამა რომელიც ბიზნესს აფინანსებს, მაგრამ ცხადი არის რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია მარტო მთავრობისთვის, ხო? რაშიც USAID იყო ჩართული და ბევრი სხვა რომელიც ეხმარებოდა არა დევნილებს, არამედ ზოგადად ეხმარებოდა, მაგრამ ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მათთვის, ხო? როდესაც არ გვექნება წვდომა რაღაცა მნიშვნელოვნად არ შეგვეძლება გავამჯობესოთ ჩვენი საზღვაო პირობები და შემოსავლის ელემენტარული წყარო გქონდეს, ცხადე რომ მოწყვლადები ვიქნებით 45 ლარსაც ავიღებ და ყოველთვიურად 45 ლარს გაძლევენ, მაგით პრობლემა ვერ მოგვარდება. ეგ არის შედეგსებრი, რომ აი ადამიანს არ მოგწეს და ლუკმაპური ქონდეს, ნუ არ ვიცი ახლა 45 ლართ ამდენად შეიძლება მგონი საზღვაო მინიმუმზეც დაბალია, ხო, ამიტომ ხო თუმცა ახლოსაც არ არის უბრალოდ მე პირადად შეიძლება განსხვავებული აზრია, მაგრამ ამ 45 ლარის ნაცვლად და ბევრი პროგრამა დაასახელე, ხომ, რომელიც აი ჯანდაცვასაც სკრინინგის მიმართულებითად არის გარკვეული პროგრამები აფხაზეთის მთავრობასაც და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასაც ბევრია მსგავსი რაღაცა და საგანმანათლებლო მიმართულებითად. ნუ აქ მან როგორ ახტება ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ეს თანხები თუ არის, ხომ, უნდა დაიხარჯოს საკმაოდ რაციონალურად და სწორად. ჩართულობას რაც ეხება, თუ კი არის პრობლემა რომ ეს პროგრამები, აი მაგალითად მე არ ვიცი, ხო, სიტყვა, კარგი, ჩემზე არასაბარ, ვიღაცამ არ ვიცი, რომელიღაც დასახლებაში არის და საკმაოდ ხშირი შემთხვევა რომ არ იციან რაღაცა პროგრამის შესახებ, ხო? მადლეც არის გარკვეული პასუხისმგებლობა რომ გაერკვიან ამ საკითხებში და მიიღონ ცოდნა. მაგრამ რო ხედავ რომ დღითი დღე ადამიანები ვერ იღებენ ინფორმაციას აი ამ პროგრამების შესახებ და პრობლემა მაინც პრობლემად რჩება და შენ ამას არ აგვარებ და ყოველწლიურად ერთი იგივე პროგრამები გაქვს, სკრინინგი იყოს ან სხვა არ აქვს, მაგას საგანმანათლებლო და მარტო ერთეულებზე არის და არა სხვებზე. ეგ ხო შენი პასუხისმგებლობა, ესეც ხო შენი პასუხისმგებლობის ნაწილია, რომ თუ რაღაცა პროგრამა ერთხელ არ მუშაობს, ორჯერ, სამჯერ, კი ნამდვილად მოქალაქეების და თუმცა პრობლემა ისიც არის, რომ სამწუხაროდ ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვთ დანერგილი განხორციელებული პროგრამების შეფასების და მონიტორინგის სპეციფიკა ხო და სისტემა. გარდა ამისა, როდესაც პროგრამას, ესე ვთქვათ, ან სახელმწიფო სერვისს შეიმუშავებენ, სამწუხაროდ იშვიათად არის ის რაღაც კვლევაზე დაფუძნებით და საჭიროებზე დაფუძნებით შემუშავებული. ამიტომაც შეიძლება მაგალითისთვის თუნდაც ავიღოთ, შენ ახსენე რომ არსებობს რაღაც ბიზნესის დაფინანსების პროგრამები, მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ ამ პროგრამებს, ვუყურებ ერთი, იმიტომ რომ ის არ არის მრავალფეროვანი, მეორე, იმიტომ რომ ის არ არის დევნილთა საჭიროებებს უშუალოდ მორგებული, მაგალითისთვის ძირითადად ხდება იმ დევნილებზე აქცენტი, უბრალოდ დევნილებისთვის ისეთი ნივთების შეძენა, როგორიც არის მიწის დასამუშავებელი ტექნიკა, ხო, მაგრამ მე თუ ქალაქში ვცხოვრობ, ხო, სოფლის მეურნეობას ნაკლებად ან მაშინ, როდესაც ვიცით, რომ მუნიციპალიტეტებშიც კი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისტემური რეგისტრაციის პროცესი არ დასრულებულა და დევნილებისთვის გამოსაყოფი მიწები ჯერჯერობით არც ხელ
ხელმისაწვდომია და არც არავის არ მიუცია, რა შეიძლება ეს ტექნიკა გამოვიყენო, ხო? აქედან გამომდინარე, ეს საჭიროებებს მორგებული არ არის. მესამე ის, რომ საკმაოდ მცირეა ის თანხა, რომელიც აქ არის გამოყოფილი. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს იმას, რომ ზუსტად რეალური გამოწვევა, რაც დევნილებს აქვთ ეკონომიკური კუთხით, ვთქვათ, ჯერჯერობით არ აქვს სახელმწიფოს დანახული და მე ვისურვებდი, რომ ის უფრო ხილვადი იყოს მათთვის. თუმცა, იმისთვის რომ გახდეს ხილვადი და პროგრამა იყოს რეალობასთან შესაბამისობაში, მან აუცილებლად უნდა დაინახოს უშუალოდ დევნილს ადგილზე, სადაც ის დღეს არის განსახლებული, რა სჭირდება, რა გამოწვევს. ადვოკატირების ნაწილიც აუცილებელია. ხო, აი, მოქალაქეებმა თვითონ დევნილებმაც რომ ჩაერთონ და ჩაერთონ. კი, უბრალოდ მან ბევრი იმედგაცრუებაც ხდება, ხო, ხოლმე ჩავერთე, ვერ გავიმარჯვე რაღაცა ისეს. ხშირ შემთხვევაში აი მოწვევ ბიუჯეტირებას რომ დაბრუნდეთ ერთი წუთით. ის რომ მოქალაქეებს შეიძლება ქონდეთ ძალიან კარგი იდეა, უნდათ რაღაცა განახორციელონ მათივე თემში, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მაგრამ არ აქვთ იმის ცოდნა თუ როგორ დაწერონ პროექტი, როგორ შეადგენონ გეგმა. ჩვენ ხო ზიცილად ქართველს ვაღიარებთ, გრძელვადიანი დაგეგმარება და ზოგადად მენეჯმენტის მეტნაკლებად გვაქვს ხარვეზები რა. და პრობლემა მაგაშია, რომ შეიძლება მაგ ფულიც კი არ მისცევს, შეუძლია თვითონ აიღოს ეს ფული ბანკიდან. ნუ ეგ გარკვეული პრობლემას ეხება, მაგრამ მაგას დახუჭოთ 2 წუთით, 2 წამით თვალი. აი მაგალითად ხო შეუძლიათ რომ ასწავლონ როგორ დაწყონ ბიზნეს გეგმა. და შესაბამისად თუ იქნება საერთაშორისო დონორები, რომელიც ძალიან ბევრი არის, ახლაც კი, ნუ ახლა რუსული კანონის შემდეგ ალბათ ვერ ვიტყვით რომ ბევრია და ან ბევრი. USAID ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა ამ მიმართულებით. სოციალურ საწარმოს მიმართულებითაც რამდენი დაიხარჯა, მაგრამ ეს ადამიანები ვერ დაგაფინანსებენ, თუ კი ვერ დაინახავენ რომ შენ გაქვს კარგი გეგმა. იდეას არანაირ მნიშვნელობა არ აქვს, თუ კი შენ მას ვერ განახორციელებ. გეგმა არის ღირებული. ისევე როგორც შესაძლებლობები და არ უნდა დაგვავიწყოს, რომ დევნილებს შესაძლებლობები გულისხმობ ისეთ შესაძლებლობებს, როგორიც არის უძრავი ან მოძრავი ქონება, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ და ესეც შემაფერხებელი გარემოება. მოდი ერთ რა საკითხს მინდა საბოლოოდ არ მინდა რომ გამოგვრჩეს და სულ თავში დავსვი ეს კითხვა რაღაცნაირად მინდოდა რომ ემოციურ ნაწილსაც შევხებოდით. მაგალითისთვის, როდესაც 45 ლარიანი დახმარების რეფორმის საკითხზე კითხვას ვუსვამდით დევნილებს, სხვათა შორის იმ კვლევის ფარგლებში, რომელიც შარშან ესტონეთის სტოლთა საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურმა ჰაბმა განახორციელა, იქ ამბობდნენ დევნილები, რომ ხშირ შემთხვევაში ეს 45 ლარი ფინანსური კუთხით არანაირი პრობლემის მომგვარებელი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ემოციურად ეს 45 ლარი ხელს უწყობს, რომ ისინი ემოციურ ბმას გრძნობდნენ ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ანუ ეს მათი იდენტობის რაღაცნაირად ხაზგამსმელი ნაწილი იყო. თუმცა ამის პარალელურად ასევე მინდა ესეთი რაღაც ვთქვა, რომ ახალგაზრდებში ხშირად მსმენია, რომ აი ჩემი მშობლები არიან აფხაზეთიდან, ჩემი მშობლები არიან დევნილები და შენთვის რასთან არის დაკავშირებული ემოციურად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები ან შენი მშობლიური კუთხე? ნუ ჩემი ოჯახი, კერძოდ მამა ჩემი არის სოხუმიდან და ხოლმე როდესაც ადამიანს იცნობ ან სადღაც გაიგებ რომ ვიღაცა არის დევნილი, ხშირ შემთხვევაში ასეთი კითხვა, ანუ საიდან ხარ დევნილი და კონკრეტულად რომელი ქალაქიდან ან სოფლიდან და ეს საკმაოდ საინტერესო თემაა, ხო? აი სოხუმის ძალიან ბევრი არიან სოხუმიდან და ბათუმშიც მათ შორის და ვფიქრობ რომ ჩემთვის ძალიან ნიშნავენ საკითხი, ანუ ჩემი იდენტობის და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია ეს, იმიტომ რომ ის რაც მოხდა მაშინ მიუხედავად იმისა, რომ მე მაგ პერიოდს ვერ მოვესწარი, ახლაც კი თავისი შედეგები გვაქვს, ხო, გარკვეულწილად და ის პრობლემა, რაც მაშინ იყო, ახლაც რჩება. ჩემთვის ეს არის რაღაცილად დიდი ამ პროცესის ნაწილი, როდესაც საქართველოს ხდება დამოუკიდებელი ქვეყანა. კი, ჩვენ საუბრობთ, რომ დამოუკიდებლობის აქტი ხელი მოაწერეს და ასე შემდეგ და დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ვართ თუ არა სინამდვილეში ამ ეტაპისთვის დამოუკიდებელი, როდესაც დამოკლეს მახვილი არის რუსეთის სახით, აი ახლა არსებობს და როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ოკუპირებული ორი ტერიტორია, ხო, 20% ჩვენი ტერიტორიების. მე ვფიქრობ, რომ
ის რასაც თქვენ გადიოდით, ანუ პირველი ტალღა, ალბათ ჩვენს გავდივართ უბრალოდ იმ დონეზე არა და ვიმედოვნებ რომ არ მოგვიწევს იმ ომის და რა ვიცი სამოქალაქო ომის მაგის შემდგომ გავიაროთ, ხო? ჩვენ უფრო მშვიდად ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ისე რომ უფრო მეტად მშვიდობიანი პროცესები წარმართოთ, რაც მნიშვნელოვანია. და ამ ხრივ ვფიქრობ, რომ ჩემთვის პირადად არის ჩემი იდენტობა მასში აფხაზეთთან და ზოგადად დევნილობასთან, იმიტომ რომ აი ეს ისტორია, ტკივილი, არა მხოლოდ ჩემი, არამედ აი 300,000-მდე ადამიანის, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. კი, რა თქმა უნდა, ხო, ნუ დევნილებს გულისხმობ, მაგრამ ტყუილებს, რომელიც საქართველოს აფხაზეთიდან წავიდნენ პირდაპირ საზღვარგარეთ, კი, რა თქმა უნდა და მათი ტკივილი ჩემი ტკივილი. ამიტომ გარკვეული ისტორიული მაგალითებია თუ რომ საქართველოს არ უნდა დავყაროს არასდროს ფარხმალი და რომ უნდა იბრძოს. მიუხედავად იმისა, რომ გონია რაღაცა პირობითი მშვიდობა გვაქვს, მაინც ომი როგორც არასდროს რეალურია, მაგრამ ომი მოხდება იმის გამო კი არა, რომ ვიღაცამ ისურვა კარგი ცხოვრება, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ არ ისურვა კარგი ცხოვრება და ვიღაცამ გადადგა არასწორი ნაბიჯები. კერძოდ მტერთან კი არ მოდით ასე ვთქვათ, კი არ დაუზახა მეგობრებს, რომ დაცული ყოფილიყო მტრისგან. არამედ პირიქით მეგობრებს ყველანაირად ეჩხუბა, გალანძღა, რა ვიცი, სუფრაზე არ დაპატიჟა და აღმოჩნდა მარტო მტრის წინაშე, ხო? ძალა ერთობაში, არ ვიცი, ახლა ეს გამონათქვამი არ არის დღეს მოფიქრებული და დიდი ხანი არსებობს, ხო? ძალა ერთობაშია და მეგობრობაშიც მათ შორის, ხო? ამიტომაც ჩვენს ალბათ წარსულის გადააზრებას უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ. ისევე როგორც მეტი დრო უნდა დავუთმოთ იმის გააზრებას, რა შეგვიძლია უკეთ გავაკეთოთ მომავალში, რომ ის ჩატეხილი ხიდები აღდგეს. რა თქმა უნდა, ეს ორმხრივი პროცესია, მაგრამ ჩვენ უკვე შევეხეთ იმ საკითხს, რომ თუნდაც კონფლიქტით დაშორიშორებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა, ისევ და ისევ ევროკავშირის დახმარებით არის შესაძლებელი და ევროპაში ინტეგრაციით. ამიტომ დაინტერესებული მხარე ევროკავშირი გამოდის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამიტომ თუ ამას მივაღწევთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ნდობის აღდგენის პროცესიც, რომელიც ჩვენ ეხლა მეტნაკლებად შენელებული გვაქვს, უფრო გააქტიურდება და უფრო მეტ წარმატებასაც მივაღწევთ და მშვიდობიან თანაცხოვრებასაც უფრო მალე დავიწყებთ. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჩემი მშობლიური კუთხე მონატრებასთან არის ასოცირებული, ჩემს ბავშვობასთან, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ შევხვდები, თუმცა მანამდე ესე მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ თითეული ის ჩემი წარმატება, ჩემი დაგროვილი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, ეს ყველაფერი მინდა სწორედ იმისთვის, რომ როდესაც დავბრუნდებით, ზუსტად მოვახმაროთ იმ კუთხის ხელახლა აშენებას, განვითარებას და გაძლიერებას. გარეთ მიმდინარე პროცესებიც მე ამის იმედს მაძლევს, რომ აუცილებლად დავუბრუნდებით სწორ გზას და სხვანაირად შეუძლებელია იყოს და ამ წინა სახალწლოდ ზუსტად მინდა რომ ყველას უსურვო მთელ საქართველოს გამარჯვება, მალე ევროპაში ინტეგრაცია და ჩვენ კიდევ ასევე ჩვენს დაკარგულ ტერიტორიების დაბრუნება და ჩვენ მშობლიურ კუთხეში მალე ჩასვლა. კი, მეც უსურვებ ჩვენ მაყურებლებს არა მხოლოდ საახალწლო სადღეგრძელოების თქმა არ მიყვარს მოკლედ, მაგრამ ვიტყვი რომ ერთადერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის არის მშვიდობა. და მშვიდობა არის ევროპა. შესაბამისად გისურვებთ ევროპულ მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას, რაც ვფიქრობ ადრიან გვიან მაინც მოვიპოვებთ, იმიტომ რომ სულ რაღაც 100 წლის წინ ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ ამაზე და ახლა ჩვენს ადრიან გვიან მივახცეთ, უბრალოდ იმედია ადრე და არა გვიან. დიდი მადლობა. მადლობა.